მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ადგილობრივ თვითმმართველობას და ღრმად პატივცემულ სტუმრებს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რომ აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი დღე, როგორც იმერეთის რეგიონისთვის, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი კომპანიისა და ჩვენი პროექტის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ჩემი სიტყვის დასკვნით ნაწილში მოგახსენებთ. ეხლა კი მინდა ტრიბუნასთან ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები მინისტრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებულს, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მივესალმები ბიზნესის წარმომადგენლებს და მივესალმები ჯორჯია მეტალის დამფუძნებლებს და ხელმძღვანელობას. დღეს ჩვენ ოფიციალურად ხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა ჯორჯია მეტალი წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და რასთავარია ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ეს არის ზად იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია, ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა, მისი წლიური წარმატება არის 400,000 ტონა არმატურა, რაც მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. შემდეგი ეტაპის ფულად სადნობის სამეფო შენობების დასრულების შემდეგ ქარხანა თავად აწარმოებს ნედრეულს და სრულად აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც არის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას ნიშნავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება. დღეს აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი ზესაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს შექმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო კომპანიის დამფუძნებლებს, ბატონებს ავთანდილ კოჩაძეს და ზურაბ ხიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის და მადლობა თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს პასუხისმგებლობა ასევე გამოიხატება სხვა მიმართულებითაც. მეორე კომპანიამ, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული, GTM Group-მა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. თქვენი საქმიანობა არის მაგალითი იმის, როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ასევე მე მინდა მადლობა გადაუხადო პროექტის ფინანსურ პარტნიორს საქართველოს ბანკს, ბატონ არჩილ გაიჩელაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის, რომელიც ხარში დაუდგა ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, წარმოების განვითარებას და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მადლობა კომპანიის დამფუძნებლებს და კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. ეხლა კი მინდა ტრიბუნასთან ვთხოვო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიან ქვრივიშვილს. ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო,
პატივცემულო მინისტრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჯორჯა მეტალის ხელმძღვანელობას მოწვევისთვის და მინდა წარმატება გისურვოთ საწარმოს შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობის და დოვლათის ზრდისკენ. აღნიშნული გზა თავის მხრივ ათობით სხვადასხვა მიმართულებით კომპლექსურ ძალისხმევას საჭიროებს, მათ შორის როგორიც არის კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დღევანდელი საწარმოს გახსნაც არის ნათელი მაგალითი ყოველივე ზემოაღნიშნულის, როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოში დღევანდელი დღის მდგომარეობით დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი, ინვესტიციის მოცულობამ გადააჭარბა $80 მილიონ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საწარმოს ყოველწლიური წარმატება 400,000 ტონა სამშენებლო მასალას გადააჭარბებს. სწორედ ეს არის ის მოცულობა, რომელიც დაემატება ჩვენს შიდა ქართულ სამომხმარებლო ბაზარს და სწორედ ეს არის ასევე ის მოცულობა, რომლითაც შემცირდება ჩვენ ქვეყანაში იმპორტის საჭიროება. რა თქმა უნდა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ გადამამუშავებელი მრეწველობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. მიმდინარე პერიოდში აღნიშნული სექტორი 200,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც ზოგადად ჯამური სამუშაო ადგილების 15%-ს წარმოადგენს, დასაქმებული ადამიანების 15%-ს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვაგრძოთ თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მიზანმიმართული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, ჩვენ ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით განაგრძობს აღნიშნული გზით აქტიურ მუშაობას. აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან მოკლედ მოგახსენებთ იმ დადებითი ტენდენციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით. იცით, რომ საქართველო გამორჩეულია გლობალურად მაღალი ეკონომიკური ზრდის კუთხით. პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7% იყო, გასული წელი 9.4% და რაც ძალიან სასიხარულოა მიმდინარე წლის დინამიკა იანვარი-ივნისის თვის პერიოდებში 8% საშუალოდ 8%-იანი ზრდის დინამიკით არის წარმოდგენილი. ასევე მოგახსენებთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებლებს ასევე იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის ეკონომიკური პირველადი პროგნოზი, რაც გახლდათ 6% უკვე გაუმჯობესდა 7.2%-მდე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო ვადიან პერიოდში საქართველო იქნება ლიდერი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკით რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის. და ბოლოს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც არის ფუნდამენტური წინაპირობა ადამიანზე, მეწარმეზე, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. და ზუსტად ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი საზოგადოების წევრის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს.